მოდით, გულახდილები ვიყოთ. ჩვენ ყველანი ანკესზე წამოვეგეთ. როდესაც დანა ვაიტმა პირველად ახსენა ტურნირი თეთრ სახლში, ის უბრალოდ ჩხუბებს კი არ დაგკვირდა, ის დაგკვირდა დაწყევლილ ისტორიას. მან თქვა, ეს იქნება სფეროსტეროიდებზეო. და საბოლოოდ რა მივიღეთ? სტუდიაში ვიჯექი, ამ ანონსს ვუყურებდი და ვფიქრობდი, მოიცა, სად არის ის ყველაფერი, რაზეც ბოლო ნახევარი წელი ვყვიროდით. მე არ ვცდილობ ვიყო ჰეიტერი, სწორად გამიგეთ. ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ეს წარმოუდგენელი ბრძოლაა. ეს ორი ნამდვილი ნაგაზია, რომლებიც ოქტაგონზე ერთმანეთს თავების მოსაწყვეტად გავლენ პრეზიდენტის თვალწინ. ეს ნამდვილი სინემაა, როგორც ახლა ამბობენ. ალექს პერეირა ადის მძიმე წონაში სირილ განის წინააღმდეგ დროებითი ქამრისთვის? ოკეი, ეს საინტერესოა, მაგრამ მოდით პირდაპირ ვთქვათ. როდესაც გვპირდებოდნენ ისტორიაში საუკეთესო ქართს, ჩვენ ყველანი ჯონ ჯონს ველოდით. ჩვენ ველოდით კონორ მაკგრეგორს, ჩვენ ველოდით ლეგენდების დაბრუნებას, რომლებიც სამყაროს გააჩერებდნენ. სანაცვლოდ კი მივიღეთ უბრალოდ კარგი ფასიანი ტურნირი. ამაზე ჩემს პოდკასტში Believe You Me ვისაუბრე და ხალხმა ჩემი გაკრიტიკება დაიწყო. ბისპინგ, შენ უბრალოდ ბებერი ბუზღუნა ხარო. არა, მეგობრებო, მე უბრალოდ რეალისტი ვარ. თქვენ ხარჯავთ $60 მილიონ პროდაქშენში, აშენებთ ოქტაგონს თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე, აწყობთ აწონვას ლინკოლნის მემორიალთან. ეს ყველაფერი მაგარია, ეს ბჭყვიალებია, მაგრამ სად არის შემადგენლობის სიღრმე? შეხედეთ კოეფიციენტებს. თოფურია გიგანტური ფავორიტია. ომალი ეიმან ზაჰაბის წინააღმდეგ? სერიოზულად? ზაჰაბი გამარჯვებების სერიაზეა, ყოჩახ, მაგრამ განა ეს არის საუკუნის ისტორიული მოვლენის შესაფისი ბრძოლა? ეს გავს იმას 5 ვარსკვლავიან ვახშამს რომ კპირდებიან და ძალიან ძვირად ღირებულ ოქროსფერ მაკდონალდსის ბურგერს მოგიტანენ. გემრიელია? კი, მაგრამ ეს მაინც ბურგერია. ყველაზე მეტად კი ჯონ ჯონსის სიტუაცია მხდება გულში. მესმის დანასი, მას ეშინია რომ ჯონი ისევ რაღაცას დააშავებს და ბრძოლამდე 2 დღით ადრე ჩაიხსნება. თეთრი სახლით რისკი არ შეიძლება, მაგრამ ქარდი ჯონსის გარეშე ეს არის ქორწილი პატარძლის გარეშე. შეგიძლიათ საუკეთესო მუსიკოსები მოიწვიოთ, სუფრები გაშალოთ, მაგრამ თავარი ღმირი არ არის. საბოლოოდ მივიღეთ ტურნირი, რომელიც მხოლოდ ლოკაციის პათოსით გაკაჩავს. მაგრამ მეორე მხარეს გვყავს ილია თოფურია. და ილია არ არის უბრალოდ კარგი მებრძოლი. ეს კაცი ისეთი საშიშია, რომ მისი ყურებისას სუნთქვა გეკვრება. მან ნოკაუტში ჩააგდო ვოლკანოვსკი. იგივე ვოლკანოვსკი, რომელმაც ისლამთან 5 რაუნდი გაძლო და აჩვენა, რომ მახაჩევიც ადამიანია. მერე ილიამ დაალამაზა მაქს ჰოლუეი, ადამიანი, რომელზეც მთელი სპორტული სამყარო შეთანხმებული იყო, რომ მისი გათიშვა ფიზიკურად შეუძლებელია. ილიამ კი ეს სუფთად გააკეთა. ქვემსუბუქ წონაში ასეთი ძალა არავის უნდა ჰქონდეს, მაგრამ მატადორს აქვს. და კიდევ არის ეს აურის მომენტი, ხომ ხვდებით? მოდით გულახდილად ვთქვათ. ჯონ ჯონსის გარდა დღეს ამ სპორტში ილიაზე დიდი აურა არავის აქვს. კაცი საჯაროდ ამბობს რას იზამს და მერე ზუსტად იმას აკეთებს. თქვა დავაპირე ვოლკის ნოკაუტსო? გააკეთა. თქვა მაქს გავაჩერებო? გააკეთა. როცა მას უყურებ, ქვეცნობიერში ერთი კითხვა გიტრიალებს. ეს კაცი საერთოდ დამარცხებადია? არსებობს ვინმე, ვისაც მისი შეჩერება შეუძლია? და აი ეს კითხვაა ზუსტად ის, რაც მახაჩევი თოფურიას ბრძოლას განსაკუთრებულს ხდიდა. იმიტომ რომ ისლამი არის ერთადერთი პასუხი. ის ერთადერთი მებრძოლია მთელ როსტერში, ვისაც აქვს იარაღი, რომ ილიას დისკომფორტი შეუქმნას. კონტროლი, ტემპი, ბრძოლის დინამიკის სრული მკვლელობა. ყველაფერი ის, რითაც ილია საზრდოობს, ისლამს მისი წართმევა შეუძლია. ეს აღარ არის მხოლოდ სატიტულო ბრძოლა, ეს არის ფილოსოფიური დავა. აჯობებს თუ არა დომინაცია საფრთხეს, აჯობებს თუ არა ცივი გონება თავდაჯერებულობას, სისტემა თუ ინსტინქტი. ამ ბრძოლას არ ჭირდება სცენარი, არ ჭირდება სოციალურ ქსელებში ლანძღვაგინება. ეს ბრძოლა თავად არის ისტორია. მაგრამ აქ არის ის მომენტი, რომელიც ყველაზე მეტად მტკივა და რასაც ხალხი ხმამაღლა არ ამბობს. ეს შეხვედრა მხოლოდ მაშინ არის ისეთი, როცა ორივე მხარე ხელშეუხებელია, როცა არც ერთის აბჯარზე ბზარი არ არის და ეს სარკმელი, როცა ორივე ერთდროულად მწვერვალზეა. ილია წაგების გარეშე, ისლამი ფენომენალური სერიით დიდხანს არ რჩება ღია. UFC-მ ეს იცოდა. დარწმუნებული ვარ, იცოდნენ რა განძი ზეჭირათ ხელში, რაც მათ გადაწყვეტილებას კიდევ უფრო აბსურდულს ხდის. როცა იცი რა გაქვს და მაინც არ აჭერს სასხლეთს, ეს უკვე არაკომპეტენტურობა კი არა, შეგნებული და არასწორი არჩევანია. მოდით ახლა ანალიტიკოსის თვალით შევხედოთ სიტუაციას. რატომ ვამბობ, რომ დრო აქ გადამწყვეტია? იმიტომ რომ საბრძოლო სპორტში მომენტი ყველაზე მყიფე რამ არის. ერთი ჩხუბი, ერთი ჩუბის საღამო, ერთი იღბლიანი დარტყმა და ბრძოლის მთელი აურა ერთ ღამეში იცვლება.
დაფიქრდით, რას უზამს ერთი წაგება ილიას აურას. ახლა მისი ყურება იმიტომაა საშიში, რომ გრძნობ, ის ტრაექტორიაზეა, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს. ის დაუმარცხებელია, ის ნებისმიერს აძინებს. მაგრამ ერთი მარცხი, თუნდაც ახლო ბრძოლაში, თუნდაც საკამათო მსაჯების გადაწყვეტილებით და ეს ჯადოსნური განცდა ქრება. კი, შეგიძლია დაბრუნდე, რევანში მოიგო, ისევ ჩემპიონი გახდე, მაგრამ ის სპეციფიკური ილია თოფურია, რომელიც UFC-ში არასდროს დამარცხებულა და მსუბუქ წონაში პირველად ადის ამ ენერგიით, ეს ერთჯერადი პროდუქტია. ამას უკან ვერ დააბრუნებ. იგივე ეხება ისლამსაც. მისი ისტორია დღეს ერთ-ერთი ყველაზე სუფთაა სპორტში. მოვიდა ხაბიბის სისტემიდან, გაიკაფა გზამწვერვალისკენ, გახდა ჩემპიონი, იცავს ტიტულს, უმატებს ყოველ ბრძოლაში. ეს არის ისტორია ყოველგვარი წყვეტის გარეშე. მაგრამ რაც უფრო დიდხანს იცდი, მით უფრო რთულდება სიუჟეტი. ერთი რთული მოსამზადებელი ბანაკი, ერთი უიღბლო დღე და ნარატივი იცვლება. ისტორიის გადათამაში კი შეუძლებელია. აქ არის კიდევ ერთი რეალობა. ეს ორი მებრძოლი ახლა არიან სინქრონში. ერთი და იგივე პიკი, ერთი და იგივე ტრაექტორია, მაგრამ ეს თანხwebdra სამუდამოდ არ გაგრძელდება. ისლამი აგრძელებს ტიტულის დაცვას, ილიას მთელი დივიზიონი უმიზნებს. რაც უფრო დიდხანს აჭიანურებს UFC ამ შეხვედრას, მით მეტია შანსი, რომ რაღაც ტრავმა, წაგება, ან უბრალოდ ასაკი ჩაერიოს და ამღვრიოს ის, რაც უნდა ყოფილიყო კრისტალურად სუფთა შეჯახება ორ საუკეთესო მებრძოლს შორის. და მოდით გულახდილები ვიყოთ. ხვართელებს ხომ ვითვით რას ნიშნავს, როცა ჩვენს ბიჭს შანსს არ აძლევენ. ილია ახლა არის ისეთ ფორმაში, რომ მას შეუძლია მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ წავიდეს. მისი ყოველი ინტერვიუ, მისი ყოველი გამოხედვა გეუბნება, მე აქ ვარ, რომ ისტორია დავწერო. და როცა UFC ამბობს მოიცადეო, ისინი მხოლოდ ილიას კი არ აჩერებენ. ისინი ჩვენს ემოციებსაც ბლოკავენ. ხანდახან მგონია, რომ დანა ვაითი ისე იქცევა, როგორც ის ტიპი, რომელსაც მაგარი მანქანა ჰყავს, მაგრამ გარაჟიდან არ გამოყავს, რომ არ გაუფუჭდეს. ბიჭო, თუ გყავს თოფურია და გყავს მახაჩევი, გამოიყვანე და აჩვენე სამყაროს. რას ინახავ? 2026 წლისთვის? მაშინ როცა შეიძლება უკვე სულ სხვა რეალობა გქონდეს? თუნდაც ეს ბრძოლა 1 წელიწადში ან 2 წელიწადში შედგეს, ის აღარ იქნება ისეთივე. ვიცი, ზოგი იტყვის, დიდი ბრძოლა მაინც დიდი ბრძოლააო, მაგრამ დიდი ბრძოლის ნახევარი ის კი არ არის, რაც ხდება ოქტაგონზე. არამედ ის თუ რას ნიშნავს ეს ბრძოლა იმ კონკრეტულ მომენტში. და 2026-ში, როცა ორივე ზუსტად იქ არიან, სადაც ახლა, ეს ნიშნავდა ყველაფერს. დაუმარცხებელი ჩემპიონი შეჩერებელი ზალის წინააღმდეგ. კითხვების გნების გარეშე, ვარსკვლავების გარეშე, უბრალოდ ორი საუკეთესო პლანეტან. UFC-ს ეს ხელში ეჭირა და მათ ხელი გაუშვეს ფულის გამო. ფულის, რომელიც მათ ისედაც თავზე საყრელიახთ, განსაკუთრებით იმ 7.7 მილიარდიანი Paramount-ის გარიგების გამო. და როცა ეს ბრძოლა საბოლოოდ შედგება და რომელიმეს უკვე იქნება წაგება, ან მომენტი იქნება დაკარგული, ან რომელიმე ცოტათი უფრო დაბერებული გამოჩნდება. ჩვენ გავიხსენებთ დღევანდელ დღეს და ვიტყვით, ხო, ეს მაშინ უნდა მომხდარიყო, როცა ყველაფერი იდეალურად იყო. შეგვეძლო გქონოდა, მაგრამ ვერ მივიღეთ. დანა მეგობრაბო, ხინკალი მაშინ არის გემრიელი, როცა ცხელია. გაციებულს აღარავინ ჭამს. ასეა ეს ბრძოლაც. ახლა იყო მისი დრო. მოდით ახლა ყველაზე მთავარზე ვისაუბროთ. ჩვენ ვართ 2026 წელს. სპორტი შეიცვალა, ფსონები გაიზარდა, მაგრამ UFC-ს ხელმძღვანელობა ისევ ძველ გამაშ თამაშობს. იცით რა არის ყველაზე დიდი ტრაგედია? ის რომ ამ ბრძოლის დაგვიანებით ჩვენ ვკარგავთ არამხოლოდ სანახაობას, არამედ პიკურ ფორმას. ანალიტიკურად რომ შევხედოთ, მახაჩევი ახლა თავისი შესაძლებლობების აბსოლუტურ ზენიტშია. მისი ჭიდაობა, მისი სტრაიკინგი, ეს არის მანქანა, რომელიც შეფერხების გარეშე მუშაობს. ილია არის ცოცხალი ცეცხლი, რომელიც ყველაფერს ბუგავს თავის გზაზე. როცა ასეთ ორ მონსტრს აცალკევებ, შენ რისკავ რომ ერთ დღეს ოქტაგონზე მათი აჩრდილები იდგებიან და არა ის მებრძოლები, რომლებმაც ვოლკანოვსკი და ჰოლოვეი წაშალეს რუქიდან. და აქ შემოდის ქართული ფაქტორიც. ილია თოფურია არ არის უბრალოდ ჩემპიონი. ის არის სიმბოლო იმისა, რომ პადარა ქვეყნიდან მოსულ ბიჭს შეუძლია მსოფლიო წესრიგი დაამყაროს. როცა UFC ამ შეხვედრას აჭიანურებს, ისინი ფიქრობენ ბიზნესზე, ჩვენ კი ვფიქრობთ მემკვიდრეობაზე. ქართველ გულშემატკივარს არ აინტერესებს Paramount-ის მილიარდები. ჩვენ გვაინტერესებს, როგორ დაამტკიცებს მატადორი, რომ მახაჩევის სისტემა მის წინაშე უძლურია. მოდით პირდაპირ ვთქვათ, დანა ვაითმა და ჰანტერმა ეს შანსი გაუშვეს, რადგან ეშინოდათ, რომ ერთ-ერთი მათი ოქროს კვერცხის მდებელი ქათამი გატყდებოდა. მათ ურჩევნიათ ორი ჩემპიონი ცალ-ცალკე დივიზიონებში, ვიდრე ერთი აბსოლუტური მეფე, რომელიც ორივე წონას დაიმორჩილებს. ეს არის უსაფრთხო ბიზნესი, მაგრამ ეს არის საშინელი სპორტული გადაწყვეტილება. წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი იქნებოდა ეს გამარჯვება ილიასთვის. დაამარცხო ისლამი, ეს ნიშნავს ხაბიბის ჩრდილის საბოლოოდ გაქრობას. ეს ნიშნავს, რომ ილია ხდება არა მხოლოდ ჩემპიონი, არამედ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მებრძოლი. და ისლამისთვის ილიას დამარცხება იქნებოდა იმის მტკიცებულება, რომ მისი დომინაცია არაფერს უფრთხის. ბოლოს და ბოლოს, როცა ეს ბრძოლა მაინც შედგება, რადგან სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს,
ჩვენ მაინც ვუყურებთ. მაგრამ გულში მაინც დაგვრჩება ის ეკალი, რომ ეს ყველაფერი 2026-ის დასაწყისში უნდა მომხდარიყო, მაშინ როცა ჰაერი ამ მოლოდინით იყო გაშღენთილი. სპორტი მომენტების ხელოვნებაა. UFC-მ კი ეს მომენტი ხელიდან გაუშვა ისე თითქოს ეს უბრალოდ მორიგი main event ყოფილიყო. არა ბატონებო, ეს იყო ეპოქალური შეჯახება, რომელიც ჩვენ მოგვპარეს. მეგობრებო, თქვენ რას ფიქრობთ? დაგვიანებული ბრძოლა ისევ ისეთივე ტკბილი იქნება, თუ UFC-მ მართლა სამუდამოდ გააფუჭა საუკეთესო ვერსია? დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ილიას შანსებს ისლამის წინააღმდეგ. და თუ ჯერ კიდევ არ დაგიჭირეთ გამოწერის ხილაკზე ხელი, ახლა ნამდვილად დროა. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. საქართველო, წინ!